კერძო სკოლა ლიცეუმი კვირიკე. სკოლაში სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე აპრობირებული მეთოდით. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების გარდა მოსწავლეები დამატებით სწავლობენ ორ უცხო ენას, ინგლისურს და რუსულს, საინფორმაციო ტექნოლოგიებს, მხატვრულ შემოქმედებას, ქართულ ცეკვას, ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებს, ჭადრაკს, მეტყველებას. პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან ორჯერადი კვებით. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მოსწავლეები პედაგოგის მეთვალყურეობით ამზადებენ დავალებებს. მისამართი: ალექსანდრე ყაზბეგის 47. დამატებითი ინფორმაციისთვის დაარეკეთ ნომერზე 551 63 30 00. სკოლა ლიცეუმი კვირიკე. მომავლის საქართველოსთვის. მოგესალმებით, ეს არის გადაცემა როგორ ჩნდება რწმენა, მე კი მისი წამყვანი ანუკა ლოცაბიძე ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ბიძინა გუნია. მამა ბიძინა, ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ დღეს ჩვენი სტუმარი ბრძანებით და მოდი ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. სად დაიბადეთ? მე გასულ საუკუნეში დავიბადე 1956 წელს ქალაქ თბილისში. მის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, სოოლახში, ეს უძველესი ნაწილია თბილისის. იტალიური ეზო თუ წარმოიდგენთ და საოცარი სიჭრელე სხვადასხვა ეროვნების ადამიანებისა, რა თქმა უნდა თავისთავად ქართველები, რუსები, სომხები, ებრაელები და ქონდა საოცარი ერთობა, განსაკუთრებით ეს ბავშვობის წლებიდან და იმ ადგილს, სადაც დავიბადე, ეხლა ცხოვრობ, ეს ხიბლი ნამდვილად ქონდა ძველი თბილისის განუმეორებელი, რომელიც ალბათ ნაკლებად თუ აქვს თანამედროვე ქალაქს, დაუშვათ ახლა უბნებით შენდება და ასე შემდეგ, ისე რომ ის პერიოდი, ბავშვობის პერიოდი და დაბადების ადგილი და ეს გარემო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ. მამა ბიძინა, ვინ იყვნენ თქვენი მშობლები? მამა ჩემი გახლდათ ქირურგი, მან გამოიარა ესე იგი მსოფლიო ომი 41-45 წლების განმავლობაში სამხედრო ექიმად მსახურობდა ჯარში. როდესაც იგი დაამთავრდა ომი, მან დაიწყო ქირურგად მუშაობა. მე ძალიან კარგად მახსოვს ეს პერიოდი. ათარბეგოვის ქუჩაზე ერთ-ერთი ძველი ქუჩა არის თბილისის, და იყო ბავშვთა საავადმყოფო, ახლა დგას ეს საავადმყოფო. საავადმყოფოში ხშირად მივყავდით მამას. მას უხაროდა, რომ მორიგეობის დროს ჩვენ ბავშვები მივდიოდით დედასთან ერთად და ვეცნობოდით იმ გარემოს, რომელიც ერთობ ძალიან საინტერესო არის. ჩვენ რა თქმა უნდა არ ქონდა ესეთი აქტიური შეხება სამედიცინო პროცედურებთან, მაგრამ ზოგადად ექიმის მოსაცდელ ოთახში და შემდეგ მასაც უხაროდა ჩვენი მოსვლა. ძალიან განათლებული პიროვნება იყო, უბრალოდ სამწუხაროდ ჩემთვის ის გახლავთ, რომ მე ვიყავი მე-10 კლასში, როცა მამა გარდაემეცვალა. დედა ნათელა ჭანტურია, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გახლდათ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ისინი შეუღდნენ 1953 წელს, ანუ ომის საკმაოდ ხანი დამთავრებული იყო. მშობლებთან ჰქონდა ესეთი ძალიან თბილი ოჯახი ჰქონდა ჩვენ. ზაფხულში მივდიოდით ყოველთვის ერთად დასასვენებლად. სტუმრიანი ოჯახი იყო. არ მახსოვს შემთხვევა, რომ ესე იგი მამა ჩემ ჩვენსადმე არ წავიყვანეთ დედა ჩემთან ერთად, ასე რომ მამა ცალკე სტუმრად არ დადიოდა, თუ მივდიოდით სტუმრად ნათესავებთან თუ მეგობრებთან ყოველთვის ერთად. ბავშვობაში ხშირად დავყავდით მამას ზოოპარკში, დავყავდით ცირკში, ფუნიკულიურის პარკში და რაღაც ეს ერთობა ჰქონდა. ძალიან დაინტერესებული იყვნენ ჩემი მშობლები, რომ ჩვენ ბავშვებს მე და ჩემ დას კარგი განათლება მივეღო, ამიტომ გარდა იმისა, რომ სკოლა, სადაც მე სწავლობდი, ეს გახლდათ ილია ვეკოას სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა, ეგ საკმაოდ მაღალი დონის სწავლა იყო. დამატებით მეგობრებთან მივყავდი მამას, ეს იყო ცნობილი ფიზიკოსები, მათემატიკოსები, ქიმიკოსები, რათა რაიმე გაუგებარი საკითხი არ ყოფილიყო, ან სხვა რამე რთულ საკითხებზე გვემშელა და ეს პერიოდი ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ასევე. დიახ, და თუ შეგიძლიათ, რომ თქვენი ბავშვობის შესახებ მოყვათ კონკრეტულად როგორი ბავშვი ბრძანდება? დიახ, ნუ ახლანდელი გადმოსახედიდან ძალიან ცელქი ვიყავი, ესე იგი, ახლა მე ყავს შვილები და ისინი ასეთი ცელქები არ იყვნენ. ყველაფერი მაინტერესებდა. ხშირად, ესე იგი, ცნობის მოყვარების გამო ესე იგი ინტერესდებოდი, აი რა იყო სათამაშოში, შეიძლება ვამტვრევდი ამ სათამაშოს.
ხანდახან ქაღალდის ცეცხლის მომიკიდებია, მაინტერესებდა როგორ იწოდა ეს და ეს რა თქმა უნდა შოულებს არ მოწოდათ ესეც საქციელი. ვცდილობდი ხოლმე რომ აი განმარტოებას ვცდილობდი რომ მაინტერესებდა რა ხდებოდა და უშუალოდ სოფელში რომ წამიყვანდნენ დინარესთან მიყვარდა ჩასვლა ამ დროს გავეპარებოდი ფაქტობრივად შოულებს ცოტა ეს ურჩი ვიყავი და მაინტერესებდა თევზები როგორ ცხოვრობენ წყალში შემეძლო ზოოპარკში წავსულიყავი ყოველ დღე თუ წამიყვანდნენ იმიტომ რომ ცხოვრები მაინტერესებდიახ როგორ იქცეოდა ვეფხვი და უშუალოდ ამ დათვი მეწოდებოდნენ ისინი ისე იგი რომ გალიაში რო იყვნენ და სულ მქონდა სურვილი რომ გაეშვათ იქიდან ეს ცხოველები ესე იგი გარდა ამისა მაინტერესებდა კითხვა ძალიან და ეხლა ატყუთ რომ ეს სათვალე მიკეთეთ ეს ცოტა ჩემი ბრალიც არის სკოლის გავთელების დამთავრების შემდეგ ყოველთვის მქონდა საშუალება წამიკითხა მხატვრული ლიტერატურა მაგრამ მაგ ზომა არ ვიცოდი 12 საათზე 11-ზე 12-ზე დაუშვათ მე-6 კლასელი ბავშვი მე-7 კლასელი აქედან ძალიან აქტიურად დავიწყე მხატვრული ლიტერატურის კითხვა უნდა დაწოლილიყო და მე ძალიან მაინტერესებდა თუ რა იყო ესე იგი ციგნის მომდენო გვერდზე რა ეწერა შემდეგ კიდევ და ფან არ შევიტანდი ლოგინში საუბრის ქვეშ კითხულობდი და ამა განფუჭა თვალები ეს ძალიან გვიანში აჩინა ჩემო შობილო მე ამიგძალეს მაგრამ საბოლოოდ ისე დაამთავრე სკოლა რომ სათვალე დამჭირდა ამის გამო დღემდე ვატარებ სათვალეს სკოლაში როგორ სწავლდით დარწმუნებული ვარო კარგად და განსაკუთრებით რასთანები გაინტერესებდათ დიახ მოგახსენეთ ადრეც რომ ჩემი სკოლა გახდათ ფიზიკა-მათემატიკური სკოლა და ძალიან ნეჭიერი ბავშვები სწავლდნენ ჩვენ სპეციალური გამოცდებით მიგვიყეს და მე ატესტატი სკოლიდან წავიღე 4-იანი სატესტატი ანუ 5-იანი მყავდა ფიზკულტურაში და ყოფაქცევაში დანარჩენში მყავდა სულ 4-ები ანუ ძალიან ბეჯითად მეცადინეობდი და ის იყო ზუსტი ანარეკლი ჩემი მეცადინეობისა მოგახსენებთ რომ დღეში 4 საათზე ნაკლებს არ მეცადინეობდი ანუ ეს იყო მინიმუმი 4-5-6 საათი თუმცა შვალედები იყო დაუშვათ 1.5 საათი შემეძლო ჩავსულიყავი ეზოში პასუხისმგებლობა მქონდა არ იყო ის მომენტი რომ მე დაუშვათ მეთამაშა ბურთი ან ბავშვებთან მეთამაშა ისე რომ გაკვეთილი მქონოდა დასამთავრებელი ესეთი რამ არ ყოფილა ყოველთვის ვცდილობდი რომ გულმოდგინოთ მე ვიცი რომ ჩემი ზღვარი ეს იყო მეც ისე ვერ ვემსახურებდი ალბათ თუმცა ჩემ კლასში ესე სულ 17 ადამიანი იყო ესე იგი 19 და უსამნე იყო ძალიან ძლიერი ჯგუფი იყო მაგრამ მოხდა ისე რომ მე შემდეგ გავაგზავნე სწავლა ტექნიკურ უნივერსიტეტში ეს 4-იანები საკმაოდ გაუმადგა ისეთ სერიოზული შეფასება იყო რომ ალბათ სხვა სკოლის 5-იანებს არ ჩამოუვარდებოდა ძალიან მიყვარდა ფიზიკა მათემატიკა და ალბათ ბავშვების გასაოცრად ქიმია რომ ქიმია საერთოდ არ უყვართ ხოლმე თუმცა არანაკლები ინტერესით ვეუფლებოდი ბიოლოგიასაც და ყველა საგნებს მათ შორის ქართულს რუსულს მაგალითად სკოლაში ნასწავლი რუსული დღემდე მადგება და უცხოენა ცოტა შორის როგორც გასწავლის კარგი პერიოდი იყო თუმცა ვიტყოდი რომ მაინც ტექნიკური საგნები ესე იგი უფრო მეტად მაინტერესებდა და შემდეგ სწავლა გავაგრძელე კიდეც პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და სპორტით თუ იყავით დაკავებული? დიახ, გახდეთ ესე იგი რამოდენიმე სახეობით ვიყავი ახალგაზრდობაში დაკავებული. ერთი იყო მძლეოსნობა, უფრო გასაგებიანი თუ ვთქვათ, ეს არის სირბილი სხვადასხვა დისტანციებზე იყო ესეთი შემთხვევა, რომ მარათონული დისტანცია ვირბინე, თუმცა ეს იყო სამოყვარულო დამოკიდებულება ჩემი. და საკმაოდ დიდხანს გასტანა ესე იგი სპორტში ჩემმა დაკავება 3-4 ხილამურებით ვიყავი დაკავებული. ესე იგი ბაკურიანში დავდიოდით ხშირად და დავდიოდით ესე იგი სვანეთის უკარა მხარია აბარდო-ბალყარეთი იქ იყო ტერსკული ცნობილი საკავშირო მნიშვნელობის ესე იგი სამთო-სათხილამურო ცენტრი და ასევე სერიოზულად ვარჯიშობდი კარატეშიც ერთ სახეობაში. ამდენამე სასწრაფოდ. სახო რაღაცნაირად უნაცვლებდი ერთმანეთს შეიძლება ერთ დღეში ყველაფერი ერთად გვევარჯიშა. თუმცა მეცადინეობისთვის ყოველთვის რომ რჩებოდა ისე არ იყო რომ ესე ეს იყო სამოყვარულო სპორტი ესე თქვა ჯანმრთელობისათვის და ესე გასხეულის გაკაშებისათვის. თქვენი სტუდენტობის წლების შესახებ თუ შეგიძლიათ მოგვიყვეთ. ალბათ არ ვიქნები ორიგინალური თუ ვიტყვი რომ სტუდენტობის პერიოდი ერთობ მნიშვნელოვანი იყო ჩემს ცხოვრებაში. მრავალი მიზეზის გამო, პირველ სკოლის ადამიანი სკოლას რო ამთავრებს, ესე ტექნიკური ინსტიტუტის სახით ჩემთვის უზარმაზარი სამყარო გაიხსნა. ურთიერთობა
ცნობილ მეცნიერებთან, აი ტექნიკური აზრის იმდროინდელ კორიფეებთან ის სამშენებლო დაამთავრე სამშენებლო ფაკულტეტი, სამოქალაქო და სამეცნიერო მშენებლობა და საინჟინრო აზრის უდიდესი სპეციალისტები მასწავლებდნენ. ჩემთვის ყოველთვის საინტერესო იყო სწავლა. არ ყოფილა შემთხვევა რომ ეს სტიპენდია დამეკარგოს. ანუ ესე იგი ეს ნიშნავს რომ რაღაც ვერ ჩააბარე თავის დროზე და შემდეგ ძალიან ძვირფასი ბიბლიოთეკები იყო, მაშინ რა თქმა უნდა კომპიუტერები არ იყო, მაგრამ ყველა საჭირო ლიტერატურა ჩვენ მქონდა და როდესაც ლექციები დამთავრდებოდა, სანამ სახლში წავიდოდი, ისეთი წიგნები იყო ბევრი ჩვენთვის გამოსაყენებელი, რომელიც სახლში არ მქონდა და 2-3 საათი მაინც ბიბლიოთეკაში დავდიოდით ერთობლივად, მეცადინეობდი და ძალიან საინტერესო პრაქტიკები მქონდა ზაფხულში. და შემდეგ ესე იგი უნივერსიტეტი ისე ტექნიკური ინსტიტუტი ესე რომ დავამთავრეთ პოლიტექნიკური ინსტიტუტი ესე ერქვა შემდეგ მშენებლობის სფეროში გარკვეული ხანი ვემუშავე კიდეც. მამა ბიძინა რამ განაპირობა თქვენი ეკლესიაში მისვლა? ესე იგი ჭეშმარიტების ძიება. ალბათ სხვადასხვა გზით მიდიან ადამიანები ეკლესიაში. ზოგიერთი ადამიანი სინანულით მიდის. მე სინანული მე გამიჩნდა. ზოგიერთი ადამიანი რაღაც ძალიან დიდი გაჭირვების გამო მიდის გამომავალი მდგომარეობის. მე ეს არ მჭირდა, იცით? არა, როგორ არ მჭირდა, უბრალოდ ვერ აღვიქვამდა ამის სიმძაფრეს და მაინც мотивация ის იყო, რომ იმ პერიოდში ძალიან ვიყავი, ესე იგი, გატაცებული ფსიქოლოგით, ფილოსოფიით, წაკითხული მქონდა აღმოსავლური რელიგიების ფუნდამენტური ნაშრომები, ბუდიზმის, დაოსიზმის, კრიშნაიზმის და ყოველთვის მქონდა დაუკმაყოფილებლობის გზნობა. რა თქმა უნდა, ბოლომდე ვერც ვერ ვკეუდი წაკითხულში, მაგრამ აშკარად გზნობდი, რომ აი დღევანდელი გადამსახი რაღაც მადლი აკდა თუ ესეთი განცდა მებადებოდა და 1999 წელს, ანუ უკვე მაშინ საკმაოდ ასაკიანი გავხდით 33 წლის, ანუ 99 წელს საერთოდ 88-99 წლები საქართველოსი ძალიან მღერვალი წლებია, ეს არის გარდატეხის პერიოდი, 9 აპრილს უკავშირდება, ეს უკავშირდება ერის გამოღვიძებას, ეს უკავშირდება ერის ესე იგი წარჩინებული შვილების მოღვაწეობას იმ პერიოდში და შემთხვევით გავიგე, ალბათ ის განგებით, რომ ანჩის ხატში იკითხება ესე იგი ბიბლიის განმარტება და მას კითხულობს პროტოპრესვიტერი მამა გიორგი გამრეკელი, ამჟამად მიტროპოლიტი მეუფე იოანე გამრეკელი. ეს იყო საოცარი რამ, როგორც კი პირველ ესე იგი ლექციას დავარქმევდი, დავესწარი, იმის შემდეგ ესე იგი დღე არ გამისდენია, რომ არ მომესმინა ბიბლია. მე ცოტა ესე იგი ადრეულ პერიოდს მოგახსენებ, სტუდენტობის პერიოდში მაინტერესებდა წამეკითხა ბიბლია. ამის საშუალება არაბით არ მომეცა, უპირველეს ყოვლისა დედას მემართე თხოვნი და ჩვენ სახლში ბიბლია მაშინ არ აღმოგვაშდა და მე თვითონ გადავწყვიტე რომ წავსულიყავი საჯარო ბიბლიოთეკაში და მოვითხოვე ბიბლია. საკმაოდ რთული აღმოჩნდა ამის მიღწევა. რამოდენიმე მცდელობის შემდეგ ესე იგი ერთი ხანდაზმული ადამიანი გამომისაუბრა, რომელიც ჩემი ოჯახის ახლობელი აღმოჩნდა და მითხრა, რომ თუ ამ წიგნის მოთხოვნას თავს არ დაანებებო, შენითო დაინტერესდებიან გარკვეული ორგანოების თანამშრომლები. მე ახალგაზრდა კაცი 70-იან წლებში ვეცებდი ბიბლიას. თუ ეს რაღაც საყურადღებო იყო ვინმესთვის და ფაქტიურად ჩემი მცდელობა დამთავრდა იმით, რომ მე ბიბლია ვერ წავიკითხე. სამაგიეროდ როგორც მოგახსენეთ, იმ დროს არალეგალურად შემოდედა ლიტერატურა, ძენ ბუდიზმი იქნებოდა, დაოსიზმი, კრიშნაიზმი, ეს უამრავი ლიტერატურა წაკითხული. და ჩემთვის ეს იყო საერთოდ ახალი რამ, რომ ბიბლიას განმარტება და მისი მოსმენა ჩემთვის აღმოჩნდა აი შემოტრიალების წერტილი, ესე ვთქვა და კიდან დაიწყო კიდე 33 წლის ასაკში 1999 წლიდან დაიწყო ეკლესიური ცხოვრება. საკმაოდ გვია, მაგრამ მადლობა უფალს, რომ აი ხარ ისეთი გამოდგა ჯოს გვიანით. და ბოლოს შეკითხვით მოგმართავთ, რითი ხართ ამჟამად დაკავებული? კერძო სკოლა ლიცეუმი კვირიკე. სკოლაში სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე აპრობირებული მეთოდით. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების გარდა მოსწავლეები დამატებით სწავლობენ ორ უცხო ენას, ინგლისურს და რუსულს, საინფორმაციო ტექნოლოგიებს, მხატვრულ შემოქმედებას, ქართულ ცეკვას, ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებს, ჭადრაკს, მეტყველებას. პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან ორჯერადი კვებით. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მოსწავლეები პედაგოგის მეთვალყურეობით ამზადებენ დავალებებს. მისამართი: ალექსანდრე ყაზბეგის 47. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე 551 63 30 00. სკოლა ლიცეუმი კვირიკე. მომავლის საქართველოსთვის.
ნუ ალბათ ეს უფრო მრავლის მომსვლელი შეკითხვა არის, უპირველეს ყოვლისა მყავს ოჯახი და მყავს 5 შვილი. მსგავსად ჩემი მშობლებისა აქტიურად ვარ ჩაბმული ბავშვების აღზრდაში, ერთად მეცადინეობთ ხშირად, აი ბავშვები მეკითხებიან ქიმიის, ან ფიზიკის, ან მათემატიკის საკითხებს და არ მინდა ხო ესე თავი ვიქო, მაგრამ მე მეკითხებიან მამაო, მამიკო, საიდან გახსოვს ესე? ნუ თქვა რა, აი რო ვისწავლე და 4 იანები გქონდა მახსოვს და ჩვენთან მაშინ არ იყო 10 თხულიანი სისტემა, 5 თხულიანი. და მართლა კარგად ვისწავლეთ ეს ყველაფერი და მახსოვს. თუმცა თანამედროვეობაში ბევრი რამ დაემატა. გარდა ამისა, ბავშვების ნაწილი, ესე იგი სპორტით არის დაკავებული, ვუწყობთ ხელს, შეიძლება მიყვანას დაჭირდეს, ასევე არის ეს საგნები, რომელშიც ვერ ვეხმარებით, იმიტომ რომ დრო არ აქვს. და მართალი გითხრათ, არც ისე მაღალ დონეზე ვიცი ინგლისური, რომ ესე იგი დავუშვათ მათთვის გამოვდგე მასწავლებლად, ან დროც არ მაქვს ამისი. ასევე ერთად დავდივართ, აი როგორც მოგახსენეთ, მსგავსად ჩემი მშობლებისა სტუმრათაც, თუშეთში ვიყავით ორჯერ ზაფხულში მოსალოცად. ჩვენ სიტყვა ექსკურსია დავივიწყეთ და ვამბობთ, რომ მივდივართ მოსალოცად, წმინდა ადგილების მოსალოცად და ასე შემდეგ. გარდა ამისა, მე მოძღვარი გახლავართ და მრევლთან ურთიერთობა ძალიან დიდი დრო მეაქვს. თითოეული ადამიანი არის უნიკალური და ყოველთვის ვცდილობ მაქსიმალურად დავიხარჯო პიროვნებას ამ ურთიერთობაში, რამდენად გამონდეს ეს, მაგრამ ალბათ თიშეწევნით, ასე იგი, ყველაფერი კარგად იქნება. ეს არის წირვა-ლოცვებზე ჩემი დასწრება, მე გახლავართ წინამძღვარი, თვითონ ტაძარში უამრავი საკითხებია გარდა წირვა-ლოცვისა, სამეურნეო საკითხები, მოსაგვარებელია ბევრი და ასევე პედაგოგიურ მოღვაწეობას ვეწევი 1994 წლიდან, რაც გარდა სალექციო კურსისა უკავშირდება სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომების მუშაობას. რამდენიმე წიგნი გამოვეცით, რომელსაც ძალიან დიდი მუშაობა დაგვჭირდა. ეხლა ვაგრძელებთ, იმიტომ რომ კათედრა, სადაც ჩვენ ვართ, ის გთხოვს, რომ პერიოდულად ჩვენ გარკვეულ აქტიურ თემებზე, ესე იგი ვიმუშაოთ და გარკვეულწილად ეს ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრ რამეს მე თვითონ სწავლობ, რომ ძალიან გვიად მივედი ეკლესიაში და ეხლაც ხალისით სწავლობ ყველივეს და იცით რა შევამჩნიე? თორმე ადამიანი მაშინ დაბერდება, როდესაც მას სწავლა დაესარება და თუ სწავლა არ ეზარება, ეს შეიძლება 30, 40, 50, 60 წლის ასაკშიც გაგრძელდეს და საერთოდ უფრო მეტიც. თავი ამის სული გქონდეს, რომ შეიმეცნოს ადამიანმა ღვთის მიერ შექმნილი სამყარო და შეიმეცნოს როგორც ესე იგი ფიზიკური კუთხით, ასევე ყველაზე მთავარი სულიერი კუთხით. ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ დღეს ჩვენი სტუმარი ბრძანდებოდით. ეს იყო გადაცემა როგორ ჩნდება რწმენა, მე კი მისი წამყვანი ანუ კალოცაბიძე ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ბიძინა გუნია. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. კერძო სკოლა ლიცეუმი კვირიკე. სკოლაში სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე აპრობირებული მეთოდით. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების გარდა მოსწავლეები დამატებით სწავლობენ ორუცხო ენას, ინგლისურს და რუსულს, საინფორმაციო ტექნოლოგიებს, მხატვრულ შემოქმედებას, ქართულ ცეკვას, ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებს, ჭადრაკს, მეტყველებას. პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან ორჯერადი კვებით. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მოსწავლეები პედაგოგის მეთვალყურეობით ამზადებენ დავალებებს. მისამართი: ალექსანდრე ყაზბეგის 47. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე 551 63 30 00. სკოლა ლიცეუმი კვირიკე. მომავლის საქართველოსთვის.